გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს ძალიან სახარბიელო გამოცანები გვაქვს. დავიწყოთ შედარებით მარტივებით და თანდათან გავართულოთ. ზოგადად არც ისი ადვილებია, თუმცა ეს თქვენზეა დამოკიდებული. გახსოვდეთ, რომ გამოცანის პირობის მოსმენიდან დაახლოებით 20 წამი გექნებათ. სანამ პასუხს გეტყვით, თუ თქვენ მეტი დრო გჭირდებათ, მაშინ უბრალოდ დააპაუზეთ ვიდეო. 12 თევზიდან 6 წყალში დაიხრჩო. რამდენი თევზი დარჩა? პასუხი: 12. რადგან თევზები წყალში არ იხრჩობიან. კარგი, ეს არ ითვლება. თუმცა თუ გამოიცანით, დალაიქეთ ვიდეო. რომელია მედუზას ჭრდილი? აი პასუხი. რა შეცდომაა ფოტოზე? პასუხი: ნიჟარას ტრაპი არ აქვს. იმედია ყველა სიტყვა ქართული ვთქვი. რამდენი ციფრი შეგვიძლია დავინახოთ ამ ფოტოზე? აი სწორი პასუხი. თქვენი მაქსიმუმი რამდენი იყო? რომელია Google-ის ნამდვილი ლოგო? თუ Google-ი გახსენით ან Google-ის ლოგო დაგუგლეთ, მაშინ არ ითვლება. სწორი პასუხია მესამე სვეტიდან მეორე. ახლა კი ცოტა დავსერიოზულდეთ. 5-ში დევს 50 კანფეტი, აქედან 30 მათგანი კარამელისაა, 25 ქოქოსის, 10 ქოქოსისა და კარამელის, დანარჩენი მთლიანად შოკოლადისაა. რომელი დიაგრამა ასახავს სწორად კანფეტების წყობას? სწორი პასუხია B. იმისათვის, რომ გამოცანას უპასუხოთ, საჭიროა დაინახოთ კანონზომიერება. პასუხი საკმაოდ მარტივია. მგონი. პასუხი: კანონზომიერება შემდეგია. ტოლობის მარჯვენა მხარეს დაწერილი ციფრები აღნიშნავს, თუ რამდენი წრე არის ტოლობის მარცხნივ დაწერილ რიცხვებში. განვიხილოთ. პირველ შემთხვევაში გვაქვს 8809. 8-იანს აქვს 2 წრე, 9-იანს და 0-ს 1. შესაბამისად 2 8-იანს, 1 0-სა და 1 9-იანს ჯამში ექნება 6 წრე. ასეთი ლოგიკით სწორი პასუხი იქნება 4. რა რიცხვები უნდა ეწეროს D-სა და S მაგივრად? საპოვნელად საჭიროა კანონზომიერების პოვნა. პასუხი: D-ს ნაცვლად უნდა ეწეროს 1345, ხოლო S ნაცვლად 2440. კანონზომიერება ასეთია. ყოველი ქვედა რიცხვი დაკავშირებულია მის ზემოთ არსებულ რიცხვთან. ასე მაგალითად 198-ს დავუმატოთ 263 უდრის 461-ს. 461-ს რომ გამოვაკლოთ 446 უდრის 15-ს. 263-ს რომ დავუმატოთ 431 უდრის 694-ს.
694-ს რომ გამოვაკლოთ 679 უდრის 15 და ასე შემდეგ. საბოლოოდ გამოკლებისას ყოველთვის ვიღებთ 15-ს. მაშასადამე 679-ს დავუმატოთ 691 უდრის 1360-ს. 1360-ს გამოვაკლოთ 15 უდრის ზემოთქმულ 1345-ს. ანუ D-ს მაგივრად იქნება რიცხვი 1345. ამავე ლოგიკით გამოდის E 2440. იმედია გასაგებად ახსენი. ქალის გვამი იპოვეს მრავალსართულიანი შენობის წინ. ფიქრობენ, რომ ეს სუიციდის შემთხვევაა. ამის დასადგენად დეტექტივი შემდეგ ხერხს მიმართავს. ადის შენობის პირველ სართულზე, აღებს დაკეტილ ფანჯარას და დაბლა აგდებს მონეტას. იმავე ქმედებას იმეორებს შენობის თითოეულ სართულზე, მანამ სანამ არ მიაღწევს ბოლო სართულს. როდესაც დეტექტივი ქალის გვამთან ბრუნდება, ის აცხადებს, რომ ეს მკვლელობაა და არა სუიციდი. როგორ მიხვდა ამას? პასუხი: ქალი შენობის არც ერთი სართულიდან არ გადმომხტარა, რადგან თითოეულ სართულზე ფანჯარა დაკეტილი იყო. სუიციდის შემთხვევაში კი რომელიმე ფანჯარა ღია იქნებოდა. ეს ჩანს იმ ფაქტიდან, რომ დეტექტივი აღებს თითოეულ სართულზე ფანჯარას. იქნებ ქალი აივნიდან გადმოხტა, ან სახურავიდან. გამოცანის პირობიდან გამომდინარე ასია, თუმცა მე პირადად ნაკლებად მომეწონა. ერთი ქალი თავისი დედის დასაფლავებაზე იმყოფებოდა. ის შემთხვევით შეხვდა სასიამოვნო გარეგნობის ბიჭს, რომელიც ასევე დაკრძალვას ესწრებოდა. ქალი იმდენად დაკავებული იყო დაკრძალვის საქმეებით, რომ დრო ვერ იხელთა ამ ბიჭისთვის ტელეფონის ნომრის გამოსართმევად. ეს ქალი მთელი ძალისხმევით ცდილობდა ბიჭის ვინაობის დადგენას და მის პოვნას, თუმცა უშედეგოდ. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. დასაფლავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ამ ქალს დაიღუპა და პოლიცია თვლიდა, რომ დის სიკვდილი მკვლელობა იყო. ვინ მოკლა და? პასუხი: და მოკლა საკუთარმა დამ, ანუ იმ ქალმა, რომელსაც დედა დაიღუპა, რადგან ის ფიქრობდა, რომ თუ მისი ოჯახიდან კიდევ ვინმე დაიღუპებოდა, უცნობი ბიჭი აუცილებლად მივიდოდა მის დაკრძალვაზე. ეს რა არა ადამიანური გამოცანა იყო. გონი ჩემს სცენარისტთან მომიწევს გასაუბრება. ერთ ქალს ქმრის სიკვდილში სდებდნენ ბრალს. მისი საქმე სასამართლო პროცესზე განიხილებოდა. მან განაცხადა, რომ ქმრის სიკვდილში დამნაშავე არ იყო. პირიქით ძალიან ენატრებოდა ის. საბოლოო სიტყვის დროს ადვოკატი ფეხზე წამოდგა და განაცხადა: მისი ქმარი უბრალოდ დაიკარგა, 30 წამში შემოვა ამ კარებში და თითი კარისკენ გაიშვირა. ნაფიცმა მსაჯულებმა კარებს შეხედეს და ელოდებოდნენ, როდის შემოვიდოდა დაღუპული ქმარი. ადვოკატი და ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს უყურებდნენ. ადვოკატმა თავისი სიტყვა ასე დაასრულა: შეხედეთ, თქვენ რომ დარწმუნებული იყოთ, რომ ამ ქალმა მოკლა თავისი ქმარი, კარისკენ არ გაიხედავდით. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ სცნეს. რატომ? პასუხი: ქალი უყურებდა არა კარებს, არამედ ნაფიც მსაჯულებს, რადგან მან იცოდა, რომ თავისი ქმარი არ შემოვიდოდა კარში, გამომდინარე იქედან, რომ ქმარი თვითონ ჰყავდა მოკლული. ის რომ დამნაშავე არ ყოფილიყო და მართლა მონატრებოდა თავისი ქმარი, როგორც თავად განაცხადა, კარისკენ გაიხედავდა. ეს არის ყველასათვის ნაცნობი მონალიზას ფოტო, თუმცა ამ ფოტოში არსებობს ორი მნიშვნელოვანი შეცდომა, ორიგინალისგან განსხვავებით. ეს ამ ვიდეოს ბოლო გამოცანაა, ამიტომ პასუხს არ გეტყვით. თუ შეძლებთ დაიპოვნით ორივეს, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში.
დღეისათვის კი სულ ეს იყო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.